მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ერთ საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ასტროლოგიურ ფაქტორს ეხება, მე ვიტყოდი რამოდენიმე ფაქტორს, რომელიც 2025 წლის ბოლო კვარტალში გააქტიურდება. Ვინც კითხულობს ჩემს ასტროლოგიურ გვერდს, მან ალბათ უკვე წაიკითხა ჩემს ბოლო პროგნოზში, რომელიც პლანეტა ურანის რეტროგრადულ ფაზაში გადასვლას უკავშირდება. ეს არის ძალიან საინტერესო პერიოდი, თუმცა ჩვენ არ ვისაუბრეთ მხოლოდ ურანის ამ ფაზაზე, რომელიც მიანიშნებს ძალიან ხშირად მნიშვნელოვან ცვლილებებზე გლობალურად. ანუ ეს არ ეხება მხოლოდ ინდივიდებს, ეს შეეხება ქვეყნებს, ეს შეეხება კომპანიებს, ორგანიზაციებს და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების წინაშე დავდგებით. მე ვიტყოდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ალბათ თუ გავიხსენებთ ჩვენი ხსენებულ პროგნოზს, იქ წაიგითხავდით, რომ ეს იქნებოდა თავისუფლებისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და ჩვენ ხედავთ რა ხდება მთელ მსოფლიოში. იგივე დავუშვათ ნეპალში, როდესაც მოხდა სახალხო რევოლუცია და ხელისუფლება გაძევებული იქნა ხალხის მიერ. ეს სწორედ პლანეტა ურანის ციკლს უკავშირდება, მსგავსი თემატიკები, ეს არის რევოლუციური განწყობები. ასე რომ თქმა იმისა, რომ ეს განწყობები ასე მარტივად დასრულდება მსოფლიოში, ეს ასე არ იქნება, ეს გაგრძელდება ეს ტენდენციები. არა მარტო 2025 წლის ბოლომდე, არამედ 2026 წლის თითქმის პირველი კვარტალის ჩათვლით. მაგრამ არის ძალიან საინტერესო სამი ფაქტორი, რომელსაც მე მინდა დღევანდელ საუბარში შევეხო და ეს უკავშირდება პლანეტა მარსს. ასევე იმ პროგნოზში მივუთითე, რომ პლანეტა მარსი, რომელიც მორიელის ნიშანში გადავა, ეს იქნება 22 სექტემბრიდან 4 ნოემბრამდე. ეს იქნებოდა, ჩვენ ამას უწოდეთ ბოლო აკორდი 2025 წლის, რომელიც უკავშირდება ბრძოლას, რომელიც უკავშირდება ძალიან სასტიკ ქცევებს, სასტიკ ბრძოლებს, შეიძლება ისე ითქვას და იქაც მივუთითეთ, რომ ეს დაუკავშირდებოდა პირველ რიგში რუსეთ-უკრაინის ომს. და ეს პერიოდი იქნება გადამწყვეტი პერიოდი, სწორედ თუ როგორ დასრულდება ეს ომი, იმიტომ რომ ეს ომი ჩემი ცოდნით შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული დასასრულისკენ მიდის, ლოგიკური დასასრულისკენ, რომელიც 2022 წლის თებერვალში მივუთითე ომის დაწყებამდე. და მაშინ მე ვთქვი, რომ რუსეთი ამ ომში დამარცხდებოდა. რა თქმა უნდა, მაშინაც და შემდგომ წლებშიც, დაუშვათ 2023-ში, 2024-შიც, ბევრისთვის ეს დაუჯერებელი იყო, მაგრამ ჩვენ ხედავთ ახლა რა ხდება ბრძოლის ველზე, ჩვენ ხედავთ რა ხდება რუსეთში თვითონ, როგორი კრიზისია, როგორც ფინანსური, ისე ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც უკავშირდება ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების აფეთქებას, ბენზინის კილომეტრიან რიგებს, საერთოდ საწვავის, ასე ვთქვათ, მომარაგებას ბრძოლის ველზე და აი ამასთან დაკავშირებულ მთელ პრობლემებს და კრიზისებს. ეს კრიზისები გაიზრდება უფრო მკვეთრად. მაგრამ სანამდე ჩვენ ვისაუბრებთ მარსი მორიელში ინგრესიაზე, ანუ გადასვლაზე, ასევე მინდა შევეხო იმ ორ დამატებით თემასაც, რომელიც ასევე პლანეტა მარსს უკავშირდება. ეს იქნება მარსი ლილითი შეერთება. ლილითი ეს გახლავთ შავი მთვარე იგივე, რომელიც არის კარმული ასტროლოგიის მნიშვნელოვანი წერტილი. მე ამას უკავშირებ ჩემი საყვარელი ფსიქოლოგის კარლ გუსტავ იუნგის ერთ-ერთ საინტერესო ტერმინთან, ჩრდილთან. ეს არის ადამიანში, ან კოლექტივში, ან ორგანიზაციაში, ან ერში, ქვეყანაში არსებული ჩრდილი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც პირად არაცნობიერთან დაკავშირებული, ისე კოლექტიურ არაცნობიერთან დაკავშირებული.
ეს არ არის რაღაცა მარტივად რო ვთქვათ კომპლექსი, ეს არის საკმაოდ რთული ფენომენი, რომელიც გაცნობიერება მე ვიტყოდი ადამიანს თუ ქვეყანას ძალიან ეხმარება, მაგრამ როდესაც ადამიანი ამ ჩრდილს ვერ აცნობიერებს და პირად ჰოროსკოპში შავი მთვარე სწორედ ამაზე მიანიშნებს, ლილიტი იგივე, ეს უკავშირდება ხოლმე საკმაოდ დიდ პრობლემებს, საკმაოდ დიდ კრიზისებს. გააჩნია პირად ჰოროსკოპში ადამიანს, სად აქვს განთავსებული სწორედ იმ თემატიკასთან და იმ ენერგიებთან დაკავშირებით, რომელ ასტროლოგიურ სახლშიც და რომელ ზოდიაქოს ნიშანშიც აქვს კონკრეტულ ადამიანს ლილიტი განთავსებული. მესამე ეს არის მარსი ურანის დაპირისპირება, იგივე მარსთან დაკავშირებული და ჩვენ ვისაუბრებთ ამ ტენდენციებზე. ფაქტობრივად აი ამ სამივე ასტროლოგიური ფაქტორის აქტივაცია გააქტიურება მოხდება 22 სექტემბრიდან 14 ნოემბრამდე. ანუ თუ მარსი იმოძრავებს მორიელში, როგორც უკვე ვთქვით, 22 სექტემბრიდან 4 ნოემბრამდე დამატებით ეს 10 დღიანი მონაკვეთი უკავშირდება დამატებით მარსი ლილიტის შეერთებას და მარსი ურანის დაპირისპირებას. საქმე იმაში არის, რომ თუ ჩვენ ავიღებთ კლასიკური ასტროლოგიის მიხედვით, მარსი მორიელში ეს არის მისი ღამის მმართველი, რადგან შუა საუკუნეების ასტროლოგიაში ეს იყო ღამის მმართველი, დღის მმართველი ის იყო ვერძის ნიშანში, ამიტომაც ეს უკავშირდება მარსის ფარულ ძალებს. თუ მარსი ვერძში ეს არის აქტიური შეტევა, ეს არის ინიციატივა, ეს არის ღია ბრძოლა, მარსი მორიელში ეს არის ყველაფერი იღებს ფარულ ფორმას. მე რა თქმა უნდა ეხლა არ განვიხილავ პირად ჰოროსკოპებში მიმდინარე პროცესებს, თუ რას მოიტანს მარსი მორიელში, მე უფრო ამას განვიხილავ მუნდანური ასტროლოგიის, ანუ გეოგრაფიული ასტროლოგიის მიხედვით, შეიძლება მეორე განმარტება ვთქვათ პოლიტიკური ასტროლოგიის მიხედვით და ეს არის პირველ რიგში სწორედაც მე ვიტყოდი წყლის ქვეშა ან ფარდის მიღმა შეიძლება ასე ვახსენოთ არსებული ტენდენციები, რომელიც კავშირში იქნება, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ძალიან სასტიკ, ძალიან აგრესიულ ფორმებთან, აი ამ ბრძოლასთან. საქმე იმაში არის, რომ თუ მარსი ვერძში, როგორც ჩვენ ვთქვით, ეს არის ღია ბრძოლა, ეს არის გახსნილი ბრძოლა, ეს არის უხეშად რო ვთქვათ ომის გამოცხადება, მარსი მორიელში ეს არის საიდუმლო ომი. ეს არის პირველ რიგში ტაქტიკური, სტრატეგიული, საკმაოდ ხანგრძლივი და დაფარული შეიძლება, რომელიც უკავშირდება დაზვერვას, რომელიც უკავშირდება სპეცოპერაციებს, ოღონდ არა იმ სპეცოპერაციებს, რომელიც რუსეთი არქმევს აი ამ ომს, ასე ვთქვათ, და უკრაინის ოკუპაციის მცდელობას, არამედ ნამდვილ სპეცოპერაციებს, რომელსაც მაგალითად ატარებს იგივე უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე. ამიტომაც ეს ყველაფერი ყველაფერს ალბათობა მოიმატებს, ეს ყველაფერი რიცხობრივად ძალიან გაიზრდება და გახდება კიდევ უფრო სასტიკი. გარდა ამისა, ეს იქნება გარკვეული კონსპირაციებიც, იმიტომ რომ მარსი მორიელში ეს არის კონსპირაციები, ეს უკავშირდება საკმაოდ ღრმა პოლიტიკურ კრიზისებს. საქმე იმაში არის, რომ თვითონ მარსი მორიელში ეს არის, როგორც ჩვენ ვთქვით, ისეთი ტენდენციები, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ეს არის მარსიანული მოქმედება და თუ ვერძი ეს არის შემოტრიალების წერტილი, ეს არის კარდინალური ნიშანი, ეს არის რაღაცა ახლის დაწყება, მაგალითად სეზონურად ეს არის გაზაფხულის დაწყება, მორიელი ეს არის არა კარდინალური, არამედ ფიქსირებული ნიშანი, ეს არის ძალიან მყარი ნიშანი, ეს არის საკმაოდ დიდი ძალა, დაგროვებული ფიქსაცია და ეს დაგროვებული აკუმულირებული ენერგიის გამოთავისუფლება ხდება. აი მაგალითად თუ შევადარებთ, რომ მარსი ვერძში ეს არის ცეცხლი, მარსი მორიელში ეს არის არტეზიული წყლები, რომელმაც შეიძლება გამოთხაროს მაგალითად შენობის საძირკველი და შენობა ჩამოიქცეს. ანუ თითქოს კრიზისი არ ჩანს, მაგრამ ეს კრიზისი ხდება მოულოდნელად, რადგან ეს არის მარსის ეფექტი, მაგრამ ხდება თავიდან ისე, რომ ეს ყველაფერი არ ჩანს. ამიტომაც მე ვფიქრობ, აი ამ პერიოდში პირველ რიგში ეს იქნება უკვე 22 სექტემბრიდან და მთელი ოქტომბერი და 4 ნოემბრამდე, როგორც უკვე ვთქვით, ბრძოლა გადავა
არა მხოლოდ აქტიური ფაზა იქნება ამ ომის, არამედ ის იქნება ძალიან ბევრი რამ ფარულ დონეზე და ეს შეიძლება იყოს როგორც ჩვენ ვთქვით სპეცოპერაციები, სამხედრო მოქმედებები, რომელიც არ არის ღია, შეიძლება ის იყოს წერტილოვანი დარტყმები, შეიძლება ის იყოს სხვადასხვა ტიპის სტრატეგიული და ტაქტიკური შეტევები, მათ შორის ცრუ ტაქტიკური შეტევებიც, როდესაც შეიძლება დაუშვათ მოწინააღმდეგეს თითქოს ერთი მიმართულებით უტევ, მოწინააღმდეგე გადადის იმ მხარეზე, აძლიერებს იმ სივრცეს, მაგრამ სინამდვილეში მთავარი დარტყმა ხდება საერთოდ სხვაგან. ამას უწოდებენ ხშირად ფსიქოლოგიაში კვამლის ფარდას, როდესაც აი ამ კვამლის ფარდის მიღმა არ ჩანს რეალურად რა ხდება და სად მიდის ნამდვილი ბრძოლა. ბუნებრივია გარდა აი ამ მე ვიტყოდი ფარული ბრძოლისა, რაც ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მორიელი ეს არის სიმბოლური მევესახლი. ცხადია, ჩვენ არ უნდა აგვერიოს პირად ჰოროსკოპში, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ეს აღრევა, როდესაც ზოდიაქოს ნიშნებს ურევენ ასტროლოგიურ სახლებში, ეს პირად ჰოროსკოპში რა თქმა უნდა არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ საუბრობთ ზოგად პროგნოზზე, სიმბოლურ გამოხატულებაზე და აქ ბუნებრივია სიმბოლურად მორიელის ნიშანი აქ წარმოგვიდგება როგორც ფინანსური სფერო, ფინანსური ბაზარი. ოღონდ ეს უკავშირდება არა პერსონალურ გამომუშავებას ფულისას, არამედ ბიზნეს საკითხებს ცალსახად. ეს შეიძლება იყოს კრიპტოვალუტა, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის სარისკო, მე ვიტყოდი ბიზნეს სექტორი, სადაც არსებული კრიზისები შეიძლება გახმაუდეს, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ რთული პერიოდი საერთოდ ბიზნესისთვის, იმიტომ რომ მოვლენები ხდება ძალიან სწრაფად და კრიზისულად და ძალიან მტკივნეულად. წეგანაც ვთქვი, რომ თუ მარსი ვერტში ეს არის ღია ტკივილი, რომელიც ჩანს უხეშად რო ვთქვა, ან შეიძლება შევატაროთ გარეგანის სისხლდენა, მარსი მორიელში ეს არის შინაგანი სისხლდენა, რომელიც გაცილებით საშიშია ცხადია. რადგან ჩვენ ფიზიკურად ვერ ხედავთ რა ხდება და ვერ ვაცნობიერებთ, ვერ ვაანალიზებთ ამ სიტუაციას და ბუნებრივია ეს ხშირად იწვევს პანიკას. ბუნებრივია საზოგადოებრივ დონეზე, შეიძლება ითქვას რაღაცა ფსიქოლოგიურ დონეზე, მარსი მორიელში ხშირად არის თვითგადარჩენის ინსტინქტი და კრიზისის დაძლევის გზები. ამიტომაც მე ვფიქრობ, იმ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ მყიფეა და დაძაბული, თუნდაც იგივე საქართველოში, მოხდება უფრო ბრძოლის შეიძლება ითქვას დაკონკრეტება. ეს აღარ იქნება დაუშვათ აბსტრაქტული და თავშეკავებული ბრძოლა, რომელსაც განაპირობებს ხოლმე მარსი სასწორში. მარსი სასწორში უფრო თითქოს დიპლომატიაზეა ორიენტირებული, რადგან მარსი სასწორში არის სუსტი და ის ეძებს რაღაცა თავშეკავებისთვის საჭირო გზებს, დიპლომატიის გზებს და ის ეძებს, რა თქმა უნდა, სწორედებს ბჭყალებში ვიღაცას ან ვიღაცებს, რომ მათთან ერთად გააკეთოს, რადგან პასუხისგებლობის განცდა არის ძალიან დაბალი. ხოლო მარსი მორიელში უკვე ეს არის პასუხისგებლობის მაღალი კოეფიციენტი, შეიძლება ითქვას ძალიან ძლიერი თავდაჯერებულობა, ბრძოლის უნარიანობა, რადიკალიზმამდე მისული. ამიტომაც თუ ჩვენ ვიტყვით, რომ იგივე ესეთ პოლიტიკურად მყიფე ქვეყნებში, როდის შეიძლება 2025 წელს ეს ბრძოლა გადავიდეს უფრო ძლიერ, უფრო შეიძლება ითქვას რადიკალურ ფორმებში, ეს იქნება სექტემბრის მესამე დეკადა, ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი. ეს, როგორც ჩვენ ვთქვით, რუსეთ-უკრაინის ომში ეს იქნება გადამწყვეტი აკორდი, რომელსაც შეიძლება დავარქვათ დასასრულის დასაწყისი. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 2025 წელს შეიძლება ესე მარტივად დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, არა, ბუნებრივია, სანამდე ეს არ იქნება, მე ვიტყოდი, სასტიკი დამარცხება რუსეთის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრი მსოფლიოში, ვისაც ეს ძალუძს, ცდილობენ, რომ აი ამ რუსეთის მარცხი გარკვეულწილად შენელებული იქნას, ან გადავადებული იქნას. თუმცა მე მინდა ერთი პარალელი გავავლო იგივე ფაშისტურ გერმანიასთან და ასევე ეს იყო იაპონიასთან მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც
ჩვენ ხედავდით ფაშისტების, გერმანელების და იაპონელების აზიაში შესაბამისად და გერმანელების ევროპაში აი ამ სასტიკ გენოციდებს პირდაპირ ვთქვათ და ამ ქვეყნების სასტიკმა მარცხმა მოახდინა ტრანსფორმაცია ამ ერებში და ჩვენ ხედავთ დღეს რა ხდება გერმანიაში და იაპონიაში. დაახლოებით ეს არის საჭირო რუსეთში, რომ აი ამ სასტიკმა მარცხმა, ნუ ახლა როგორ მოხდება ეს იმ ერში მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ეს არის, რომ სასტიკი მარცხი იმპერიალისტურ ქვეყანას, როგორც მოხდა თუნდაც იგივე იმპერიალისტური იაპონიაში, მოახდინოს ერთგვარი ტრანსფორმაცია, რომელიც ასევე უკავშირდება მორიელის ნიშანს სხვათა შორის, ოღონდ ეს არის უფრო პლუტონის ენერგიები, რომელიც არ ინგრევა შენება და ესეთი ერთგვარი სასტიკი მარცხი მე ვიტყოდი პოსტსაბჭოთა სივრცეს, რა თქმა უნდა, აქ ეს არ ეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რადგან მე ვფიქრობ, საბჭოთა კავშირში ისინი საბჭოთა კავშირი არ იყვნენ რეალურად, რადგან ყველაზე მცირე ხანს მოუწიათ საბჭოთა კავშირში ყოფნა და სადღაც 70-იან წლებამდე, გასული საუკუნის 70-იან წლებამდე შეიძლება ითქვას, რომ იბრძოდნენ კიდევაც ამისთვის. დიახ. საქმე იმაში არის, რომ თუ ჩვენ ავიღებთ უკვე მარსი მორიელში აი ამ საზოგადოებრივ დონეზე, ხალხის დონეზე, ამის ასე ვთქვათ ინტერპრეტირებას, ეს იქნება აგრესიულობის ზრდა. როგორც ხალხის მხრიდან, ისე შეიძლება ეს იყოს ტერორისტული საშიშროება, რადგან მარსი მორიელში, როგორც ვთქვით, ეს არის ფარული ბრძოლა და ტერორი, როგორც მიზნის მიღწევის საშუალება. გარდა ამისა, ბუნებრივია, გაგვიჩნდება კითხვა, რომ ეს ხომ არ იქნება არსებული ხელისუფლების, როგორც საქართველოში, ისე მსგავს ესეთ პოლიტიკურად მყიფე ქვეყნებში, უფრო მეტი სისასტიკე და არც გამოირიცხება ეს, თუმცა ხელისუფლებების მხრიდან სისასტიკეები აი ამ პერიოდში, კონკრეტულად მე ვამბობ 22 სექტემბრიდან 4 ნოემბრამდე, უკვე რეაქცია იქნება არანაკლები. ამიტომაც მე არ ვფიქრობ, რომ სიტუაცია დამშვიდდება საქართველოში, გამოსვლები ან შეწყდება, ან დარბილდება პირიქით. მე ვფიქრობ, რომ სადღაც 2 კვირის შემდგომ ნელ-ნელა დუღილის ტემპერატურა მოიმატებს. არ გამოურიცხავ ასევე მე მინდა ისე დაუბრუნდე რუსეთ-უკრაინის ომს და არ გამოურიცხავ ახალ დივერსიებს რუსეთის ტერიტორიაზე, ახალ პარტიზანულ გააქტიურებებს, რადგან მარსი მორიელში ეს არის, როგორც ჩვენ ვთქვით, ფარული ბრძოლა და პარტიზანული ომი, ეს არის სწორედ ფარული და არ გამოურიცხავ ასევე რაღაცა სპეცოპერაციებს, ახლა შეიძლება მთლად კურსკის დონეზე არა, თუმცა არც ეს გამოურიცხება, რომ მსგავსი ოპერაცია ვიხილოთ რომელიმე რუსეთის რომელიმე ტერიტორიაზე შეჭრა, სადაც ჯერ ეს არ ყოფილა. არ გამოურიცხავ, თუნდაც იგივე კენიგსბერგს დაუძახოთ ჩვენ კალინინგრადს, მაგრამ არ გამოურიცხავ აი ამ ტერიტორიაზეც, რუსეთის ამ ტერიტორიაზე, რომელიც ევროპაში მდებარეობს, უკრაინელების მხრიდან რაღაცა დარტყმებს ან რაღაცა მსგავს დივერსიებს. დიახ. რაც შეეხება თვითონ მარსი შავი მთვარის შეერთებას, რომელიც მოხდება 15 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე, ბუნებრივია, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს კიდევ უფრო გამუქდება, ეს კიდევ უფრო გაძლიერდება და ეს კიდევ უფრო ბედისწერული გახდება. რადგან როგორც წეგან საუბრის დასაწყისში ვახსენეთ, შავი მთვარე ეს არის ადამიანში არსებული ფსიქოლოგიური ჩრდილი, იუნგის ტერმინი გამოვიყენეთ, როდესაც ამის აქტივაცია ხდება. აქ მე მინდა შევეხო უკვე კონკრეტული ადამიანების საკითხსაც, ანუ იმ ადამიანებს, ვისაც პირად ჰოროსკოპში მარსი ან შავი მთვარე მორიელში აქვთ და განსაკუთრებით ეს ეხება დაახლოებით მარსის მესამე დეკადას, დიახ, მარსის მესამე დეკადას, ანუ მარსის მესამე დეკადაში, ვისაც აქვს გათავსებული მარსი ან შავი მთვარე, მათთვის იქნება ძალიან რეზონანსული პერიოდი და უფრო მეტად ნეგატიური კუთხით. ანუ ეს იქნება მოულოდნელი შემოტრიალება რაღაც სიტუაციის, ამიტომ ახლა მე არ შემიძლია კონკრეტულ ადამიანებზე საუბარი ცხადია, მაგრამ მე ვამბობ, ვინც იცის საკუთარი პირადი ჰოროსკოპი და იცის, რომ თუნდაც შეიძლება ის იყოს დაუშვათ მორიელის მესამე დეკადაში დაბადებული ადამიანები, დაახლოებით ეს არის
12-22 ნოემბრის შუალედში დაბადებული ადამიანები ყოველ წელს გასაკვირველია. თუნდაც აი ამ მათ მზესთან, როდესაც მოხდება ნატალურ მზესთან შეერთება ამ მარსისა და შავი მთვარის საკმაოდ ისეთი მოჭიმული სიტუაცია იქნება, ტრამული პერიოდი იქნება, კონფლიქტური პერიოდი იქნება და არ გამოირიცხება გარკვეული პროვოცირებები ბრჭყალებში ვამბობ სამყაროს მხრიდან, ანუ გარედან მოსული ენერგიები შეიძლება რაღაცა პროვოცირება მოხდეს ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ეს იმ ადამიანებს ეხება, ვინც იცის საკუთარი პირადი ჰოროსკოპი. ეს პერიოდი კონკრეტულად ჩვენ ვამბობთ უკვე ოქტომბრის მეორე ნახევარი და ნოემბრის პირველი კვირა შეიძლება ვიხილოთ ძალიან სერიოზული სკანდალები, მათ შორის ფინანსური სკანდალები, რადგან მორიელში, როგორც ჩვენ ვთქვით, ეს არის სიმბოლური მერვე სახლი და შეიძლება საქართველოში ან თუნდაც სხვაგან რაღაცა მსგავსი ან დაკავებების სერია იყოს ფინანსურ დანაშაულებებთან დაკავშირებით, ან მსოფლიოში მოხდეს რაღაცა მსგავსი თემა. ეს შეიძლება იყოს ბიზნეს ბაზრის რყევებიც, რადგან მსგავს პერიოდში ხდება რაღაცა სწრაფად მოულოდნელად, რადგან მარსის ასტროლოგიური ეფექტი ეს არის სიჩქარის ისწრაფე მოულოდნელობა და ამ დროს ადამიანები ვეღარ ასწრებენ და ვერაცნობიერებენ თუ რა ხდება. თუ სატურნის მოქმედება იგივე ასტროლოგიაში არის ნელი, მე ამას ვეძახი ხოლმე კარიესს, რადგან ეს კარიესის პროცესი კბილში მიდის ძალიან ნელა. მარსის ეფექტი შეიძლება შევადაროთ კბილის მოტეხვას, როდესაც ადამიანმა დაუშვათ რაღაცა ჩაკბი ჩან რაღაცა, დაუშვათ რაღაცა, არ ვიცი, ქლიავი რაღაცა და უცებ კურკაზე მოხდა კბილი ან რაღაცა მოხდა და ზოალი ან რაღაც და მოიტეხა კბილი. დაახლოებით მარსის ეფექტი ესეთია და იმდენად სწრაფად ხდება ეს, რომ ადამიანი ვერც კი ასწრებს გააზრებას. ამიტომაც ბუნებრივია ეს პერიოდი ფეთქება საშიში პერიოდია, როგორც კატაკლიზმების კუთხით, ისე ტექნიკური ავარიების კუთხით. საერთოდ მარსი მორიელში ხშირად არის ტექნიკური ავარიების მაღალი ალბათობა. და ბუნებრივია რახან ეს არის წყლის სტიქია, ეს ხშირად უკავშირდება სწორედაც წყლის სტიქიებს, თუმცა მარსი ეს არის ცეცხლი, მარსი ეს არის ტყვია, მარსი ეს არის ხანძარი და როდესაც ჩვენ აი ამ ხანძრისა და წყლის სტიქიის სინთეზირებას ვახდენთ, ეს არის ადუღებული წყალია რა. და ადუღებული წყალი ყოველთვის საშიშია, სადაც არ უნდა იყოს ეს, რადგან ბუნებრივია ის იწვევს წვას. შემდეგ ეს არის ფსიქოლოგიურ დონეზე ეს არის დაბლოკილი ენერგიის გამოთავისუფლება. ამიტომაც ვამბობ, რომ თუ მარსი მორიელში ეს არის ბრძოლის განახლება, შეიძლება ითქვას, არა დაწყება, არამედ განახლება. ეს არის შინაგანი ძალების გამოღვიძება, ეს არის კრიზისის დაძლევის გზების ძიება, მარსი შავი მთვარის შეერთება, ეს არის დაბლოკილი ენერგიის გამოთავისუფლება. ამიტომაც აი ამ რაღაცა ბრჭყალებში გახსნა, თითქოს რაღაცა გაიხსნა, მაგრამ რაღაცა სასიკეთო გზა გაიხსნა თუ პანდორას კუთხე გაიხსნა, ეს გააჩნია კონკრეტულ სიტუაციას, კონკრეტულ ქვეყანას და კონკრეტულ ადამიანს. დიახ, ანუ ფაქტობრივად ეს არის ჩვენი, როგორც ჩვენ ვთქვით, ფსიქოლოგიური ჭრდილის გააქტიურება, მისი ზედაპირზე ამოსვლა. და საქმეც იმაში არის, რომ როდესაც ჩვენს პირადი არაცნობიერიდან როდის აღარ გვაწუხებს ჩვენი ეს კომპლექსები, ჩვენი შიშები, ჩვენი შფოთვები ამ დონეზე, რადგან ეს მორიელის ენერგიები მართავს ამ ყველაფერს და მარსი მორიელში, მაშინ როდესაც ჩვენ ამის გაცნობიერებას ვიწყებთ. ეს შეიძლება იყოს ფსიქოთერაპიით, ეს შეიძლება იყოს რაღაცა თვითშთაგონებით, ან ანალიზით, ან ბევრი რაღაცით, გარკვეული ტენდენციები, გარკვეული მე ვთქვი, ინსტრუმენტები უბრალოდ არსებობს. ამ კუთხით ადამიანს, როდესაც ამოაქვს ცნობიერში, ცნობიერიდან, თუ ვიტყვით, უფრო პირადი არაცნობიერიდან, ეს ყველაფერი უკვე იწყებს ამის გაცნობიერებას და მართვას. დაახლოებით ეს გავს დაავადების, ასე ვთქვათ, შესწავლას, როდესაც ადამიანს რაღაცა აწუხებს, მიდის ექიმთან, კარგი ექიმთან, მე ვიტყოდი და ის ხვდება რა არის მისი პრობლემა და ისახება მკურნალობის გზები და ადამიანი იწყებს გამოჯანმრთელებას. დაახლოებით იგივეა აქაც ფსიქიკურ დონეზე, როდესაც ადამიანის ფსიქიკაში პირადი არაცნობიერიდან ცნობიერ დონეზე ამოდის ჩვენი პრობლემები და ჩვენ ამათ ვაცნობიერებთ
ბუნებრივია ეს არ არის იული პროცესი საერთოდ, ეს არის საკმაოდ რთული პროცესი და ადამიანს რომელსაც შეუძლია თვალებში ჩახედოს საკუთარ შიშებს, საკუთარ კრიზისებს, საკუთარ სტრესებს, ის უკვე მზად არის სანახევროდ მაინც რომ მასში არსებული ეს კრიზისები მოაგვაროს, ეს ეხება ქვეყანასაც, ეს ეხება ნებისმიერ სივრცეს, ნებისმიერ პოლიტიკურ ერთეულს, ან გნებოთ ორგანიზაციას, ან კომპანიას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შედგება ცოცხალი ადამიანებისაგან. დიახ, რომ შევაჯამოთ ფაქტობრივად და სიმბოლურად ვთქვათ, მარსი შავი შეერთება, მარსი ლილითი შეერთება 15 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე. ეს არის შეიძლება ასე უწოდოთ რაღაცა ბრჭყალებში ვამბობ ამას მესუქთა სიმბოლურად ბნელი ძალების აქტივაცია. ოღონდ ბნელი ძალების მე ამის სიტყვის მისტიფიკაციას არ ვახდენ, ცხადია ეს ბნელი ძალები ზეგანად ვთქვი რომ შეიძლება იყოს ადამიანში თვითონ მასში არსებული გარკვეული კომპლექსები, ცხადია ეხლა მე სიტყვა გამოვიყენებ ეს არის დემონი, მე ვამბობ ხოლმე რომ ჩვენ შინაგან დემონებს ჩვენ თვითონ უნდა ვებრძოლოთ, ჩვენ თვითონ უნდა გავიცნოთ ისინი და ჩვენ თვითონ უნდა დავამარცხოთ ისინი პირველ რიგში და ეს ეხება ქვეყანასაც. როდესაც საუბრობთ ჩვენში არსებულ დაგროვილ შეცდომებზე, კომპლექსებზე, შიშებზე, ამისი მე ვიტყოდი რაღაცა კოლექტიური გაცნობიერებაა საჭირო, კოლექტიური გაცნობიერება კი გაცილებით რთულია ვიდრე პირადი ინდივიდუალური გაცნობიერება. ეხლა უცებ მახსენდება ცნობილი ესპანელი ფილოსოფოსის იგასეტის წიგნი ადამიანი და ხალხი. ყველას გიჩვენებს სხვადასხვა სამ წიგნს, ვისაც არ წაგიკითხავთ, ქართული თარგმანიც არსებობს, სადაც განხილულია ფილოსოფიურად როგორც ადამიანის, ისე ხალხის რაობა და აი ამ როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ ამ ყველაფერს როგორც ინდივიდუალური, ისე საზოგადოებრივ დონეზე, ისე ხალხის დონეზე, თუმცა ხალხთან ცოტა რთულია, ბუნებრივია, ცვლილებები იწყება, ნამდვილად იწყება, იმიტომ რომ ის რაც გარეთ უნდა მოხდეს, პირველ რიგში უნდა მოხდეს შიგნით. რაც შეეხება მესამე ტენდენციას, როგორც ჩვენ ვთქვით, ეს იქნება 27 ოქტომბრიდან უკვე 14 ნოემბრამდე და რომ შევკრიბოთ ეს ჩვენი მარსის სამაგი ეფექტი უწოდოთ. ეს არის მთლიანად 22 სექტემბრიდან 14 ნოემბრამდე, თუმცა მარსი ურანის დაპირისპირება ეს იქნება უკვე ოქტომბრის ბოლო დღეები, ბოლო 4-5 დღე და ნოემბრის თითქმის პირველი კვირა. მარსი ურანის დაპირისპირება ეს არის ძალა, პირველ რიგში ეს არის მარსი, ეს არის ძალა, ეს არის აგრესია, ეს არის ენერგია, ეს არის თავდასხმა. და ურანი ეს არის მოულოდნელობა, წეგანაც ვთქვით, რომ თუ მარსის მოქმედება თვითონ სატურნთან შედარებით არის ძალიან სწრაფი, ურანი მას კიდევ უფრო სწრაფს და რთულად პროგნოზირებაც ხდის, რადგან ურანი ეს არის მომავლის პლანეტა ასტროლოგიაში. მაგალითად, თუ არა ეს არის წარსული ნატალურად დაბადების ასტროლოგიაში, ინდივიდუალურ ასტროლოგიაში და ხშირად სხვათა შორის იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ მთვარისა და ურანის ნეგატიური ასპექტი, მათთან ძალიან ხშირად რთულად მიდის ხოლმე აი ამ დაჯახება წარსულისა და მომავლის და ადამიანები ვერ ახერხებენ წარსულის ჩამოცილებას და მუდმივად ტანჯავთ საკუთარი წარსული. რაც შეეხება მარსი ურანის შემთხვევაში, აი თუ პირად ჰოროსკოპში ჩვენ ხედავთ მარსი ურანის კვადრატს ან ოპოზიციას, პირველ რიგში ეს არის ბუნებრივია ტრამვებისკენ მიდრეკილება, ეს არის უტაქტობა, ეს არის სიხისტე, ეს არის აგრესია, ეს არის ესეთი მოულოდნელი და ხშირად არაადეკვატური გამოვლენა ადამიანის, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ვთქვით, ხდება ენერგიის ძალიან სწრაფად და მოულოდნელად გამოთავისუფლება. ურანი ეს არის ტექნოლოგია და ძალიან აი მაგალითად თუ ჩვენ სიმბოლურად გამოვხატავთ რა არის მარსი ურანი, ეს არის დენის დარტყმა. ეს არის, როდესაც ადამიანი ჯვარისწერია ყველას მაღალ ძაბუაზე, მაგრამ დაუშვათ თუნდაც დაბალი ძაბუა და სახლში რაღაცა შეეხო და თუნდაც 220 ვოლტმა დაარტყა და ადამიანს აი უცბად თითქოს ვერც კი გაიგო რა მოხდა, უცებ შეეხო. მაგალითად ხშირად აქვთ ხოლმე ეს ელექტრიკოსებს და თუ ისინი უშვებენ შეცდომას, ელექტრიკოსმა იცის, რომ მისი შეცდომა ძალიან ძვირი ჩდება. დიახ. დაახლოებით ეს არის სიმბოლურად, ეს არის დენის დარტყმა. ეს არის რაღაცა აი ავტოკატასტროფა მაგალითად, როდესაც ხდება ძალიან სწრაფად მოქმედება და ადამიანი ზოგჯერ გააზრებასაც ვერ ახდენს. ამიტომაც ამ პერიოდში ეს მოულოდნელობის ეფექტი კიდევ უფრო
მოიმატებს და თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ურანი ამ შემთხვევაში მოძრაობს ჯერჯერობით ტყუპებში და მისი ეფექტი ბუნებრივი არის რეტროგრადული. ეს სიმბოლურად არის მესამე სახლი და ეს არის გადაადგილება, ეს არის ტრანსპორტი, ეს არის კომუნიკაცია. ამიტომაც ამ პერიოდში კომუნიკაციის ალბათობა არის არა მარტო დაბალი, არამედ რაღაცა არადიპლომატიური ხისტი მოქმედებები არის მოსალოდნელი. გარდა ამისა, ბუნებრივია მარსი ეს არის დაგროვილი სიბრაზე, დაგროვილი აგრესია და ურანი ეს არის მოულოდნელი გამოთავისუფლება, ეს არის ნერვული აფეთქება, შეიძლება ვთქვათ. ამიტომაც ამ პერიოდში ფართო მასებში განსაკუთრებით ეს ეხება ახალგაზრდობას, რადგან პირველ რიგში მარსი ეს არის ენერგია და ენერგია პირველ რიგში აქვთ ახალგაზრდებს, თინეიჯერებს და ტექნოლოგიურ ტიპებს, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ვთქვით, ურანი ეს არის ტექნოლოგია და აი ესეთი ადამიანებში, აი ამ ფართო მასებში მოსალოდნელია იგივე დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, რადგან როგორც ჩვენ საუბრის დასაწყისში ვახსენეთ, ურანი ასტროლოგიაში უკავშირდება თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, რაღაც ერთიანობას და მასთან ნეგატიური ასპექტი მარსის, ეს არ არის დადებითი ასპექტი, ხო, დადებითი კავშირი, ეს არის უარყოფითი კავშირი, ეს ხდება ძალიან ისეთი სწრაფად, მოულოდნელად და აგრესიულად ამის გამოვლენა და სწორედაც აი ამ ახალგაზრდებში მოიმატებს ეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ალბათობა, პროტესტის გამოხატვის სურვილი პირველ რიგში. ამიტომაც მე ვამბობ, რომ ეს პერიოდი როგორც ჩვენ ვთქვით, სექტემბრის მესამე დეკადა, ოქტომბერი და სექტემბრის პირველი ნახევარი რომ დავამრგვალოთ, ეს არის ბოლო პერიოდი, როდესაც შეიძლება დიდი ცვლილებები მოხდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არ შეეხება უკვე ბოლო ორთვეს, ანუ უხეშად რო ვთქვათ, უბრალოდ თვენახევარს, ნოემბრის მეორე ნახევარს და დეკემბერს, თუ რა მოხდება 25 წლის 2025 წლის ბოლო თვენახევარში, ამას განსაზღვრავს სწორედ ის პერიოდი, რომელზეც მე ვსაუბრობ, ეს არის 22 სექტემბრიდან 14 ნოემბრამდე არსებული პერიოდი. რასაკვირველია ვისურვოთ პირველ რიგში, რომ საქართველოში მე ვიტყოდი ნაკლებ აგრესიულად, მაგრამ მოხდეს ცვლილებები, რასაც სხვათა შორის მე უკვე თვალს ვადევნებ ხშირად და გამოხატავ ხოლმე პროტესტს მიწიცის. ეს ამ პროტესტის განცდა მე ვხედავ ძალიან კარგად უკვე სასულიერო პირებში და ძალიან მახარებს. შეიძლება ითქვას, რომ მოიმატა იმ ადამიანების რიცხვმა, რომელიც გამოხატავენ პროტესტს და მე სულ ამას ვიმეორებ, რომ ძველ საქართველოში მე ვამბობ, სანამდე ჩვენ 1801 პირველ წელს რუსეთის ანექსია, რუსეთი მოახდინა ჩვენს ანექსიას, ბრძოლებში ხშირად იყვნენ ჩვენი სასულიერო პირები მეომრების გვერდით, ვინც არის ის ისტორიაში და ვინც იცის იმისთვის ისაც ნათელია, რომ მაგალითად იგივე მარაბდის ბრძოლაში ორი მარტო ეპისკოპოსი დაეცა, ეს იყო ალავერდელი და ხარჯაშნელი. ხარჯაშნელი იყო დღევანდელი ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი, რო ვთქვათ, დაახლოებით ის იყო. აღარ არის საუბარი იქ მღვდლებზე, ანუ საერო გადაწყვეტილებები სასულიერო პირებში ხშირად იყო. და მე ვფიქრობ, რომ ამ პროტესტის განცდა კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან მარსი მორიელში ეს არის პირველ რიგში მისტიციზმი, ეს არის ფსიქოლოგია, ეს არის ფსიქოანალიზი და ეს არის სულიერება, უხეშად რო ვთქვათ. ეს არ არის მარტო ბიზნესი და ეს არ არის მარტო აგრესია, ეს არის რაღაცა საკითხის სიღრმისეულად შესწავლა. და ნებისმიერი საკითხის სიღრმისეულად შესწავლა სწორედაც ამ ადამიანებს უკავშირდება, ხო, ძველ საქართველოში წერა კითხვა იცოდნენ სასულიერო პირებმა და ნებისმიერი წიგნი თუ ცოდნა ხშირად აქ ინახებოდა ეკლესიებში და ტაძრებში და მონასტრებში არა. ანუ ფაქტობრივად ეს იყო ჩვენი ქურუმთა კასტა. და როდესაც ამ პირდაპირ რომ ვთქვათ, აი ამ ქურუმებში უკვე მე ვეძახი ხოლმე ანთებულ სანთლებს, გამოდიან ეს ანთებული სანთლები და ისინი საკუთარ პროტესტს გამოხატავენ. ეს არბილებს კიდევ უფრო ნეგატიური სცენარების რეალიზაციის ალბათობას. რადგან თუსაც შეერა
ადამიანთა დადებითი ენერგიის და კონკრეტულად კი ლოცვის, ნამდვილი ლოცვის ცხადია, მანიც ის რომ ეს ლოცვა არის მეტაფიზიკური ენერგია, რომელიც კონკრეტულ ხდომილებას შეუძლია სასიკეთოდ განავითაროს, ამ პირიქით ხომ გააჩნია იგივე გინება დაუშვათ არის ლოცვის ანტილოცვა შეიძლება ითქვას. ეს არის ნეგატიური ვერბალური ფორმულა, მაშინ როცა ლოცვა ეს არის პოზიტიური ფორმულა, პოზიტიური ვერბალური ფორმულა, ან მენტალური ფორმულა გააჩნია ჩვენ გუნებაში ლოცულობთ თუ ხმამაღლა. ასე რომ ვისურვოთ პირველ რიგში ქართველი ხალხის გამარჯვება, მე ასე ვიტყოდი და რადგან ჩვენ საქართველოში ცხოვრობთ და იმ ადამიანები, ვინც უცხოეთში არიან და გულის შესტკივად საქართველოზე და მიმდინარე პროცესებზე, უნებრივია ჩვენ ყველას გვინდა რომ საქართველოს დაიკვიდროს თავი ღირსეულად და ვისურვოთ რომ ეს პერიოდი, რომელიც საკმაოდ რთულია, თავის დადებით შედეგს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და მთელს მსოფლიოს. ამ ზეგი მშვიდობებით და გისურვებთ თქვენ საქმეში გამარჯვებას და ბედნიერებას.